ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნიკო კეცხოველის პრემია 2017-ის კონკურსის ფოტოსინთეზი, ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. მასში მონაწილეობა საქართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. კონკურსანტებმა წარმოადგინეს ფოტოები თემაზე ეს ჩემი ტყეა. დღეს ნიკო კეცხოველის პრემიები გაიცემა იმ 23 ფინალის სკოლას შორის, რომლებმაც მთელი წელი მართლაც ძალიან ბევრი და საინტერესო გარემოსდაცვითი ღონისძიებები განახორციელეს. გარემოსდაცვის ცნობიერების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა თაობაში ასეთი კონკურსი იყოს უფრო მასშტაბური, უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს და ბუნებრივია ჩვენ მათ წავახალისებთ. მწვანე რეაქცია. ასეთი იყო წლევანდელი პრემიის სახელწოდება. სასკოლო ინიციატივებმა მოიცვა საქართველოს ყველა რეგიონი, მათ შორის ოკუპირებული გალის რაიონიც. დღეს გაიმართა ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსი, რომელიც გაიმართა სენის და საქართველოს გარემოსდაცვის სამინისტროს ინიციატივით და მასში მონაწილეობა მიიღეს საზღვრის იქით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვებმა, რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი აფხაზეთის გარემოსდაცვის სამმართველოს და სწორედ ამ სამმართველოს ინიციატივით მოხდა ამ ბავშვების ჩართვა ამ კონკურსში. დიდი მიღწევა ის და მოხარული ვართ, რომ ჩვენი ბავშვები, ანუ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები მოხვდნენ ფინალში. ღონისძიება გაიმართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის, სენის, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ADC-ის ფინანსური მხარდაჭერით. ნიკო კეცხოველის პრემიის თანაორგანიზატორები არიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განათლების სამინისტროები. მეორე წელიწადია უკვე ეს სტარდება, ეს ღონისძიება ნიკო კეცხოველის პრიზების გადაცემა და გარემოსდაცვითი კუთხით ხდება ბავშვების ცნობიერების ამაღლება.